მოცემული მაქვს ასეთი ნახაზი, მაჩვენებლიანი ფუნქციის, გრაფიკი არის და მაინტერესებს ასეთი რაღაც. რისი ტოლია m6-ის. რისი ტოლი არის აი ეს. ანუ მაქვს რაღაც m ფუნქცია, ანუ y არის mx-ი, ესე იგი m ფუნქცია, რომელიც არის x-ის ფუნქცია და მაინტერესებს x-ი როცა 6-ია, m-ი რა მნიშვნელობას იღებს. Ашკარად აქ 6 არ გვაქვს და ამიტომ გამოთვლა მოგვიძებს. თან რომც გქონდეს, კარგად ვერ მივხვდებოდით, იმიტომ რომ უკვე ძალიან უახლოვდება x ღერს, ხო? ახლა როგორ უნდა ვნახოთ ეს? საუკეთესო ტაქტიკა ამისთვის არის, რომ დავწეროთ აი ამ მაჩვენებლიანი ფუნქციის, ანუ ჩანაწერი გავაკეთოთ უბრალოდ დავწეროთ კი არა. ანუ mx-ი ტოლია a-ჯერ r ხარისხად x-ის, ხო? აი ეს არის სტანდარტული ჩანაწერი, სადაც a არის საწყისი მნიშვნელობა და r-ი არის საერთო შეფარდება. ახლა, a-ს პოვნა შედარებით მარტივია, უბრალოდ უნდა ჩავსვათ აქ 0, ანუ x-ი როცა 0-ია, მაშინ r-ი იქნება 1, ანუ r-ი ხარისხად x-ი იქნება 1-ის ტოლი და ამ დროს m0 რა მნიშვნელობასაც მიიღებს, მაგის ტოლი იქნება a. უფრო დეტალურადაც რომ გამოჩნდეს რას ვამბობ, გავაკეთებ, ესე იგი m0-ის ტოლი არის a-ჯერ r ხარისხად 0. ამიტომ ეს არის 1-ის ტოლი პირდაპირ, ეს არის 1-ის ტოლი, ესე იგი a არის m ხარისხად 0-ის. ამიტომ x-ი როცა 0-ია, რა მნიშვნელობასაც იღებს ეს ფუნქცია, ეგ იქნება a. ახლა ნახოთ, x-ი როცა 0-ია, აგერ გვაქვს რომ 9 არის m0. ამიტომ გამოდის რომ a ტოლი არის 9-ის. ეს გავარკვიეთ. ახლა მოდი იმისთვის რომ საერთო შეფარდება გავარკვიოთ, სხვადასხვა მნიშვნელობას დავაკვირდეთ. ამიტომ მოდი შევადგენ ესეთ ცხრილს. აქეთ მექნება x-ები და აქეთ მექნება mx-ის. ანუ m არის ფუნქცია x-ის. როცა x-ი არის 0, მაშინ ნახეთ რომ y-ი ან იგივე mx-ი არის 9. ახლა როცა x-ი 1-ია, ეს mx-ი ხდება 3. ესე იგი როცა x-ი 1-ია, mx-ი ხდება 3. ახლა რა მოხდა? როგორ გადავიდეთ 9-დან 3-ზე? 9-დან 3-ზე გადავდივართ 1/13-ზე გამრავლებით, ხო? ანუ 3-ზე გაყოფით. შემდეგ კიდევ აი ვთქვათ 2 რომ ვნახოთ რას უდრის, აი ეგ 2 რომ ვნახოთ, x-ი როცა 2-ია, y-ი აშკარად უდრის 1-ს, ხო? ესე იგი x-ი როცა არის 2, y-ი აშკარად 1-ს უდრის. 3-დან 1 როგორ მიიღება? ისევ და ისევ მიიღება 1/13-ზე გამრავლებით. ესე იგი რა გამოდის? ყოველ მომდევნო მნიშვნელობაზე გადავდივარ 1/13-ზე გამრავლებით მე, ხო? ან სხვაგვარად შემიძლია ესე ვთქვა, შემიძლია ავდგე და შევაფარდო ერთმანეთთან მნიშვნელობები, საერთო შეფარდებაზე გვაქვს საუბარი, ხო? ერთს ვეძებთ. და თუ შევაფარდებ ამ მნიშვნელობებს, მართლაც მივიღებ, რომ 1/13 არის საერთო შეფარდება, იმიტომ რომ ამათი შეფარდებაც 1/13-ია. მნიშვნელობების შეფარდებაში რა იგულისხმება? მომდევნო მნიშვნელობა შეფარდებული წინასთან. მომდევნო მნიშვნელობა მაგალითად აქ არის 3, წინა არის 9, 3 9-სთან არის 1/13. 1 3-თან ასევე 1/13. ესე იგი, აქედან ვადგენთ, რომ r-ი, ანუ საერთო შეფარდება, არის 1/13-ის ტოლი. ამიტომ საბოლოო სახე ამ ჩვენი ფუნქციის იქნება ასეთი. mx-ის ტოლია, საწყისი მნიშვნელობა ვიპოვეთ რომ არის 9, ამიტომ ჩავწეროთ 9, გამრავლებული 1/13 ხარისხად x-ზე, ხო? მოდი x-საც იგივე ფერში დავწერ პრინციპში. იმიტომ რომ 1/13 არის საერთო შეფარდება. მაგრამ ახლა ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა. ჩვენ გვაინტერესებდა რისი ტოლი არის m6-ის, ანუ როცა x-ი 6-ის ტოლია. ამიტომ მოდი ჩავსვათ x-ი 6-ის ტოლი. რას მივიღებთ? მაშინ მივიღებთ ესეთ რამეს. გვექნება m6-ის ტოლია. ცოტა გავიდეთ აქეთ. m6-ის ტოლია 9 გამრავლებული 1/13-ზე, რომელიც იქნება me6 ხარისხში. ახლა მოდი ეს ცოტა გავიმარტივოთ აქ საქმე. 9 არის იგივე რაც 3-ის კვადრატი, ამიტომ მექნება 3-ის კვადრატი გამრავლებული 1 გაყოფილი 3-ის me6-ზე, იმიტომ რომ 1/13 ხარისხად 6 იგივეა რაც 1 ხარისხად 6 გაყოფილი 3 ხარისხად 6-ზე, ამიტომ 1 გაყოფილი 3 ხარისხად 6-ზე. ახლა ეს ხარისხები ცოტა შევკვეცოთ, აქ მექნება, აქ თუ მაქვს 3-ის მეორე და აქ 3-ის me6-ზე, დამრჩება აქ 1 და აქ 3-ის me4 და ამიტომ საბოლოო ჯამში მექნება 1 გაყოფილი 3-ის me4-ზე, ან იგივე 3 ხარისხად -4, რაც ტოლი არის 1/91-ის. და მართლაც რომ გავყვეთ აი ამ ცხრილს, ეს ცხრილი რომ დამეგრძელებინა ასე. რა გამოვიდოდა? როცა 3-ის ტოლი არის x-ი, mx-ი გამოდის 1/13. იმიტომ რომ ისევ და ისევ გადავდივართ 1/13-ზე გამრავლებით, ხო? შემდეგ როცა x-ი არის 4, ისევ ეს უნდა გამოვმრავლოთ 1/13-ზე, მივიღებთ 1/9-ს, აი ესე, 1/9-ს მივიღებთ. შემდეგ როცა x-ი არის 5, ისევ ვამრავლებთ 1/13-ზე, ვიღებთ 1/27-ს და ბოლოს აღარ დავწერ პრინციპში, როცა x-ი არის 6, ვამრავლებთ ამასაც 1/13-ზე და ვიღებთ 1/91-ს.